მისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ღმერთკაცის მიერ დადგენილია ევქარისტიის საიდუმლო დღეს. მას შემდეგ რაც იგიმეს წინასახეობრივი პასექი, მისი მომდევნო სერობის შემდეგ ჩვენი მხსნელი ბნებებისთვის გამოსვლის წინ. სერობის მონაწილე 12 მოციქული იყო. იხსენებს რა და დღესასწაულოს მიგმოვლენას წმინდა ეკლესია დიდ ხუთშაბათს თავის წიაღში კრებს შვილებს საღვთო ლიტურგიაზე შუადღის შემდეგ. უჩვეულო საღამო საათებში და საიდუმლოს აღსრულება და წმინდა საიდუმლოთა ზიარება სწორედ იმ საათებს დაემთხეს, როცა უფალმა საიდუმლო პირველად აღასრულა. როცა თავისი ხორცითა და სისხლით საზრდოობა გამოაცხადა და ამისთვის მოგვიწვია. ამგვარად დიდი მოვლენა თავისი გარემოებებითა და მისი გახსენებით ცოცხლად აღიბეჭდა ჩვენ სულებში და უფლისწავლება ამას ყოფით მოსახსენებელად ჩემდა განსაკუთრებული სიზუსტით სრულდება. უფალმა გვამცნობს წმინდა ბასილი დიდი, იღებს რა ცნობას წმინდა წერილიდან და წმინდა გარდამოცემიდან, თუმცა თავისი ნებით მარად სახსოვარ და ცხოველსხოპერ სიკვდილზე მიდიოდა, ღამით როცა თავისი თავი სოფლის ცხოვრებისათვის მისცა, აიღო პური თავის ყოვლადწმინდა ხელებით, უჩვენა ღმერთსა და მამას, მადლობდა, აკურთხა და განწმინდა, განტეხა, მისცა თავის მოწაფეებს და მოციქულებს და თქვა: მიიღეთ და სჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი. ცოდვების მისატევება. მსგავსადმე სასმელი აიღო ვენახის ნაყოფისაგან, განზავა, მადლობდა, აკურთხა, განწმინდა, მისცა თავის წმინდა მოწაფეებსა და მოციქულებს და თქვა: სულ ამისაგან ყოველთა, ესე არის სისხლი ჩემი ახლისა თქმისა, თქვენთვის და მრავლათათვის დათხეული მისატევებლად ცოდვა. ეს ხორცი და სისხლი არის ღმერთის ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი, მის მიერ მიღებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაგან. ეს ხორცი და სისხლი ღვთაებრივია, როგორ ჭეშმარიტად შეერთებულია ღვთაებასთან. ამაღლებული ხორცი, ამბობს წმინდა იოანე დამასკელი, კი არ ჩამოდის ზეციდან, არამედ თვით პური და ღვინო გარდაიქმნება ღვთის ხორცად და სისხლად. თუ იკითხავ როგორ ხდება ეს, შენთვის საკმარისია იმის გაგონება, რომ ეს ხდება სული წმინდის მიერ. ისევე როგორც უფალმა წმინდა ღვთისმშობლისაგან შეიდგინა ხორცი თავისთვის და თავის თავში სული წმინდის მიერ, მეტი არაფერი ვიცით. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ღვთის სიტყვა არის ჭეშმარიტი, მოქმედი და ყოვლისშემძლე. მისი მოქმედების სახე გამოუწვეველია. ამას ყოფდით მოსახსენებელად ჩემდა. უთხრა სოფლის მაცხოვარმა თავის რჩეულ მოწაფეებს, რომლებიც მასთან ერთად ოთახში იყვნენ განმარტოებული საიდუმლო სერობისათვის. და დღემდე უფლის მცნება მსოფლიოში სრულდება. მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილ ყველა ტაძარში. რა ყოვლისშემძლე ბრძანება. იგი მიეცა 12 უბრალო მეთევზესა და მებაჟეს, მიეცა თავდაბალ სიკვდილისწინა საღამოს, რომელზეც წარმოითქვა მრავალი მწარე წინასწარმეტყველება, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულებულიყო.
მიეცა საღამოს სიჩუმესა და ბინჩი ოთახის განმარტოებაში, რომელშიც შეადგენდა სახლის ზედა განცალკევებულ ნაწილს და იგი მოქმედებს მთელ დედამიწაზე. მოქმედებს საუკუნეების განმავლობაში, ათასლეულების განმავლობაში. საღვთო ლიტურგია მთელი თავისი მსვლელობის მანძილზე, მთელი თავისი წესშოულებით უფლის ხსოვნის რიგი და ჯაჭვი. პურისა და ღვინის კურთხევისათვის მომზადება სწორედ ამ გახსენებით იწყება. სრული შესამოსლით შემოსილი მღვდელი საღვთო ლიტურგიის დაწყებამდე აღასრულებს პროსკომიდიას, ანუ კვეთავს. ასე ქვია, ღვინისა და პურის შეწირვას ამზადებს მათ იმ სახით, როგორიც მათ ლიტურგიის შესრულებისათვის უნდა კონდეს. იღებს სეპისქვერს და მასზე ლახვით სამგზის გამოსახავს ჯვრისნის და სამჯერ წარმოდგამს სიტყვებს. მოსახსენებელად უფლისა, ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესა. შემდგომ იქმედებებისას იგი ამბობს, რომ უფალი ვითარცა ცხოვარი კლად მიიგوارა და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისველისა თვისისა უხმობელად დადგა. ეგრეთ არა აღაღებს პირსათვისა. შემდეგ იხსენებენ სხვადასხვა მოვლენას უფლის ვნებათაგან. მომზადებული პური და ღვინო წმინდა მოგონებით განწმენდილი იღებს ქრისტეს ხორცისა და სისხლის ხატის მნიშვნელობასა და სახეს. შემდეგ იწყება საღვთო ლიტურგია. მღვდელთავრისა მღვდლის მიერ სულიწმინდის მოწოდების შემდეგ და ხატების განწმენდის შემდეგ ქრისტეს ხორცისა და სისხლის ეს ხატები ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაიქმნება. დიდი საიდუმლო შესრულების დროს იგალობება საგალობელი. შენ გიგალობთ, შენ გაკურთხებთ, შენ გმადლობთ უფალოდ და გევედრებით შენ ნეტო ჩვენი. ეს საგალობელი არის კურთხევის, მადლობისა და ქების გარემოება, რომლებიც უფალმა წარმოთქვა საიდუმლო სერობაზე პურისა და ღვინის კურთხევისა და მათი თავის ხორცსა და სისხლად გარდაქმნის დროს. უდიდესი საიდუმლოების შესრულების სხვა სიტყვების ადგილი არ არის. საიდუმლო მიუწვდომელია, აუხსნელია. მის წინაშე როგორც ადამიანური გონება, ისე ანგელოზური გონება მოწიწებული უნდა იყოს და დიდი მოწიწებისაგან დუმდეს. ხოლო თუ კი დასაშვებია სიტყვები და ხმა, მაშინ მათით უნდა გამოისახოს მხოლოდ მადლიერება და დიდების მეტყველება, რომლებიც დუმარე მოწიწების ტოლძალოვანი და ტოლფასია. ძღვენი სიძვირფასე, სიწმინდე ამაღლებულობა, ზღვნის ღვთაებრიობა შეიძლება აუხსნელად აიხსნას მხოლოდ ღვთის მადლიერებითა და დიდების მეტყველებით. საიდუმლოების სიდიადე გვაკვირვებს და გვაკისრებს შესაბამის მოვალეობებს. ჩვენ არა მარტო ჩვენი სულები, არამედ ჩვენი სხეულებიც უნდა წარვადგინოთ მსხვერპლად ცხოველა წმინდა სათნოთ ღვთისა. ხორცნი ესე უფლისათვის და უფალი ხორცისათვის. ხორცნი ეგე თქვენი ასონი ქრისტესნი არიან, ამბობს მოციქული. ადამიანის დანიშნულება სულითა და სხეულით იყოს ღვთის ტაძარი, ღვთაების ჭურჭელი. ამ დანიშნულების შესაბამისად უნდა იყოს განწყობილი სული, უნდა იყოს განწყობილი სხეული. შეუძლებელია ღვთის მიღება სულში, რომელმაც თავისი განწყობა სატანისაგან აიღო. შეუძლებელია ღვთის მიღება სხეულში, რომელზეც არაწმინდა ვნებები ბატონობია. ღმერთი კრძალავს ასეთ მიღებას საშინელი მუქარით.
ვინც ღვთის აკრძალვას ფერქვეშ თელავს, ვინც ღვთის დიდებულებას თელავს, თავად ღმერთს თელავს და გამგზომელი სიმძიმის სოდვას შადის. გავითავისუფლოთ ჩვენი სხეული მოდუნებისაგან, ცოდვილი სურვილებისაგან, მისწრაფებებისაგან, ლტოლვებისაგან, განვინწმინდოთ სული, როგორც იმ ვნებათაგან, რომლებიც მხოლოდ მას ეკუთვნის, მრისხანებისაგან, ვერცხლის მოყვარეობისაგან, ამპარტავნებისაგან და სხვა მსგავსისაგან. ისე იმათგანაც, რომლებიც მის სხეულს ასნებოვნებს, როგორიცაა ნაყროვანება და გემოთ მოყვარეობა. განვინწმინდოთ სული მისთვის დამახასიათებელი ბილწებისაგან, სრულმკრეხელური აზრებისაგან, არასწორი შეგრძნებებისაგან, რომელთაგან შედგება საკუთარი თავის მოთხოვება, სიბრმავე და მარადიული სიკვდილით მომტინება. ჩვენი განთავისუფლება წმინდა ჭეშმარიტებით გამომუშავდება. ჩვენი განთავისუფლება და განწმენდა გამომუშავდება ჭარბის საკვებისა და სასმელისაგან თავშეკავებით, სიფხიზლით, ლოცვაზე დგომით და მუხლის მოყრით, გაუფრთხილებელი და ცნობის მოყვარეობარე მზერის, შეხების სმენისა და სხვა სხეულებრივი შეგრძნებების ალავნით, რომლებითაც ცოდვა შედის სულში, ვიწავს სხეულსაც და სულსაც. ჩვენი განთავისუფლება და განწმენდა გამომუშავდება ღვთის სიტყვით. გავჯერდეთ ღვთის სიტყვის კითხვით. გამოვაცაცხლოთ ჩვენში ქმედითი. გავხადოთ ღვთის სიტყვა უფლის ნებისა და მცნების მიხედვით, საქმიანობით, რომლებიც ღვთის სიტყვით გვეუწყა. და ხშირად განახდეს ჩვენს მეხსიერებაში ჩვენი მაცხოვრის ვნებანი ღვთისმოსავი ფიქრებითა და ჭვრეტით. მისი სიკვდილი ჯვარზე, რომლითაც ჩვენ გამოსყიდულები ვართ ძველი სიკვდილისაგან. მისი მიწიერი ცხოვრება ეს თავდაბლობისა და სიყვარულის მუდმივი გამოხატულება, გატარებული გასაჭირში, წუხარებებით ახსავსე. მტკიცედ განვიზრახოთ, რომ კეთილგონივრულად და ღვთისადნოდ გავატაროთ ჩვენი ხალმოკლე მიწიერი მოგზაურობა. გავატაროთ იგი მარადისობისათვის მზადებაში, ღვთის სამჟავროსათვის მზადებაში. ამისთვის საჭიროა საკუთარი თავის მიმართ გულმოდგინე სიფხიზლე, საკუთარი თავის გულმოდგინე განწყობა სახარების სწავლების შესაბამისად, გადმოცემებისა და გადახრების სინანულით გულმოდგინე გამოსწორება. საშინელია ამ სოფლის ზეთა მხიარულება, მათი განუწყვეტელი გაფანტულობა და გამუდმებული ზრუნვა ხრწნადზე, სოფლის მომხიბვლელობით მათი ამაოთრობა. ამ მდგომარეობაშია დაღუპვის პირობა. მარადიულმა სიკვდილმა უკვე დააღო თავისი ბრნელი, ჯოჯოხეთური ხახა, თავისი ნებით სხერპლებს მზად არის შთანთქას და გადაყლაპოს ისინი ღვთის პირველივე დაშვებისას, ღვთის სულძელობის ჩავლისას, რომელიც ცოდვილთა სინანულს ეის, შეუნანებელი ცოდვილებისაგან ღვთის გადამჭრელი უკან დახევისას. გვეშინოდეს მართლაც საშინელ მდგომარეობაში ჩავაგდეს. დროში და დროულად მივმართოთ მთელი ჩვენი ძალები ჩვენი ღვთისაკენ. რათა სამუდამოდ შევითვისოთ მას და მასთან შეთვისებაში ვპოვოთ ჩვენი ხსნა და ნეტარება დროსა და მარადისობაში. ასეთი ცხოვრება,
როცა იგი მუდმივი იქნება და ამით დაამტკიცებს ჩვენ ერთგულებას ღვთისადმი, ღვთაებრივი მადლი განგვანათლებს, განამტკიცებს ჩვენს მერყევ ღვაწლს, შეგვცვლის და გარდაქმნის მას, მოგვანიჭებს ახალ, ძლიერ, სულიერ, ზეციურ ღვაწლს და ამ ღვაწლით შეგვიყვანს სწრაფად და უხწარმოებაში. საკუთარი მოღვაწეობის აღსრულებისას ადამიანის პირადი ღვაწლიც მადლის შეწევნით ხდება. თუმცა თავს არ ამჟღავნებს ღვთის მსახური მართალია, ჯერ კიდევ ვნებებს ებრძვის, მაგრამ იგი უკვე ღირსეულად ეზიარება ქრისტეს ხორცსა და სისხლს. როცა მათ ეზიარება სული შემოსრულებითა და თავისი უღირსების სრული შეგნებით. ქრისტეს ხორცი და სისხლი ხელს უწყობს მის ღვაწლს, მოწამეობრივ ღვაწლს. ისინი წმენდნენ და ჟიან მას ღვთის მოწყალე მჟავით, წვავენ და ანადგურებენ მასში არსებულ სიბილწეს, რომელიც არც დანახვა და არც განადგურება თვითონ არ შეუძლია. მოსაგრის მადლით განათლების შემდეგ ქრისტეს ხორცი და სისხლი აცოცხლებს მას, აღზრავს მასში ახალ, მისთვის აქამდე სრულიად უცნობ, სულიერ მაღალ შემეცნებებსა და შეგრძნებებს, უმჟღავნებს ღვთაებრივ საიდუმლოებებს, აღავსებს სულიწმინდის ქმედებით, ანიჭებს თავდაბლობას, შეუდარებელს თავისი სიღრმითა და მით მოტანილი საოცარი სიმშვიდით, რომლებიც ვნებებისა და დაცემული სულების უღელქვეშ ტანჯვით შეძენილ თავდაბლობას მოაქვს, რომელიც შეეყოს უფალსა ერთ სულას, უფალი სულია და ადამიანს, რომელიც უფალს შეუერთა, უფალი აერთიანებს თავისთავად, ხდის სულად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანის სხეულში რჩება, ეს ადამიანი სულიერი ხდება, უფლის სულისაგან იღებს სულიერ თვისებებს, ამასთანავე მას შორდება და სცილდება როგორც შეხორცებულ ჭრილობას ფუფხი, პირუტყული თვისებები, რომლებითაც იგი დაცემამ დაასნებოდა. სახარებისეული ცნებების მიხედვით ცხოვრებას, სულის შემოსრულებით ლოცვას, უფალთან ერთობაში შევყავართ. ეს შეერთება სრულდება ღვთის მადლითა და ქრისტეს ყოვლადწმინდა, ღვთაებრივ ხორცსა და სისხლს ზიარებით. ღმერთი მანანათი კვებავდა, რომელიც ზეთიდან ცვიოდა თავის რჩეულ ხალხს ისრაელიანებს, როცა ხალხი უდაბნოს გავლით მოგზაურობდა ეგვიპტიდან აღთქმული ქვეყნისაგან. დაუწვივა მათ მანანაი საჭმელად ამოსმინდა წერილი და პური ცათაი მოსცა მათ და პური ანგელოს და ჭამა იკაცმა. ეს პური წინა სახეობრივად იყო ქრისტე, რომლითაც კვებავდა თავის სიტყვით, თავისი ხორცითა და სისხლით ქრისტიანებს. გადასახლების ველზე მოხეტიალეთ, რომლებიც მიაბიჯებდნენ და ადიოდნენ ზეციურ სამშობლოში, მრავალგვარი და მრავალრიცხოვანი დაბრკოლებების, ტანჯვის და უბედურების გზით. ეგვიპტე აღნიშნავს ადამიანთა დაცემის მდგომარეობას, ცოცხლისა და დაცემული სულებისადმი დამონების მდგომარეობას. ეგვიპტიდან გამოსვლით გამოიხატება ცოდვილი ცხოვრების უარყოფა, ქრისტეს რწმენის მიღება, ქრისტეს ცნებების მიხედვით ცხოვრებაში შესვლა, აღთქმული მიწა, ზეცა, მოგზაურობა უდაბნოში მიწიერი ცხოვრება, ზეციური პური ქრისტე, რამე თუ პური ღმრთისაიას, რომელი გარდამოხდა ზეცი და მოსა ცხოვრება სოფელსა, ამოს იოანე ღვთისმეტყველი. მამათა თქვენთა ეუნება ქრისტე ახალი აღთქმის ადამიანებს სჭამეს მანანა უდაბნოსა და მოწყდეს. ესე არის პური, რომელიც ზეცით გარდამოხდა, უკეთი ვინმე სჭამოს მათგანი არ ამოკვდეს. მარადიული სიკვდილით არც მიწიერი ცხოვრების დროს და არც სულის სხეულიდან
სხეულის სიკვდილის გაყრით შემდეგ ამინ. მერთმა მოხსეს ჩვენ უნარი რომ ეს სიტყვები გვახსოვდეს. დღევანდელ დღეს როგორც მოისმინე დარგინდა საიდუმლო რომელიც უკვე 1000 წლეულებია სრულდება. და მორწმუნე ადამიანები ვეზიარებით და ხვდებით ღვთის ტაძარი. ღვთის მადლის სხეული. აი ეს მადლი ადამიანს ცვლის, გარდაქმნის და ღმერთმა ინებოსო ჩვენი ხშირი ზიარებით, ჩვენი სინანულით, ჩვენი ცოდვების გამო. დარწმენით იმისა, რომ რაც ეხლა წავიკეთ ნამდვილად ასეა, ღმერთმა შემცვალოს და არ განვიცადოთ სიკვდილი არასოდეს. ნახეთ როგორი თქვა, ვინც არტურს ჭამს, ის არ მოხდება. ანუ იქნება ღმერთი. ადამიანი ჩვენ ვიცით, რომ ხორციელად გარდაიცვალა, მაგრამ არ კვდება. ასევე ითქვა, რომ საშინელია იმ ადამიანების ბედი, რომლებიც არც ფიქრობენ, არც ზიარებაზე, არც სულისხმობაზე, არც აღსარების თქმაზე. ნახეთ როგორი თქვა, ჯოჯოხეთს ყბა დაღებული, რომ ეს ხალხი შთანთქას. ელოდება იმას, როდის მიატოვებს ღმერთი ამ ადამიანს, როცა ღმერთი რომ სვამს არაფერი აღარ შეუძლია. ღმერთმა ინებოსო ჩვენზე ღმერთს ეს არასოდეს არ ეთქოს. პირიქით. სიცოცხლეში ჩვენი ზიარებებით ნელა-ნელა ვიცვლებოდეთ, ვივსებოდეთ სულიწმინდის მადლით და ასევე ვემზადებოდეთ ჩვენი ნამდვილი სახლისაკენ სასუფეველისკენ. ერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დავუხმოთ.